Okay, მოგესალმები. ახალი რეკურსი მაქვს. კაი, დღეს პრინციპში წინა ვიდეოში რაც ვისწავლეთ ჯანგლი რო მიუჯანგლეთ, მოუჯანგლეთ, ეხლა ვისწავლით არანჟირებას და მიქსინგს, რაც პრინციპში განუყოფელი ნაწილი არის მუსიკის. ხო, რაღაც დეტალებს გავვლით, რაღაც მე ჩემ ტექნიკებს გაგიზიარებ. ამის შემდეგი ვიდეო, რომელიც უკვე ჩავწერე, იქნება ეგეთი ფორმატის track breakdown იქნება, ჩემ ერთ ტრეკს ასე გავხსნი, შიდა სამზარეულოს შეგიყვან და ჩაგხედებთ ყველაფერს როგორ ვაკეთებ. აქ უფრო ზედაპირულად იქნება, თავისთავად არ არის ჩემ მუსიკა, რაღაც უფრო ტექნიკებს ვსწავლობთ და იდეებს ვსწავლობთ, როგორ შეგიძლია რაღაცები გააკეთო, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იქნება ესეც და ისიც და დღევანდელი ჩემი სპონსორი, ჩემი გაკეთებული ნაილიქინი ყავა. Nice. კაი, მოდი დავიწყოთ, თუ არ გინახავს წინა ვიდეო, უეჭველი ნახე რომ ნახდება. ესეთი ამბავი არის რა, მოდი სანამ გადავალთ პირდაპირ არანჟირებაზე, გეტყვი რომ Ableton-ს აქვს სულ 3 ძირითადი ფანჯარა, სადაც მუშაობთ რა. პირველი არის აი ეს ფანჯარა, აი ეს ხარასაც ხედავ, სადაც იდეაში კლიპებზე მუშაობ, ტრეკებს აწყობ, რაღაცებს აკეთებ. აქეთ გვაქვს ბრაუზერი, სადაც ეძებ რასაც გინდა samples, instruments, ეფექტებს, ყველაფერს MIDI ეფექტებს და ქვევით არის უკვე შეგიძლია, რა ვიცი, აი თქვა რაღაც შევხედოთ რაღაც რაზეც მუშაობ, თქვა აი რაღაც ოპერატორი არის, სინთეზატორს ატრიალებ, რაღაც MIDI ნოტებს წერ, რასაც გინდა აკეთებ რა. ეხლა ჩვენ რაც გვჭირდება არის პირველი ფანჯარა, სადაც იდეაში და შორტკატები Ctrl+Alt+B ხურავ ბრაუზერს და L არის უკვე იმას ქვევით ფანჯარას ხურავ და ეს მირჩენია ეს განატვირთული რო არ იყოს ჩავხურავ. ეხლა ამ ფანჯარას აქვს ორი ხედვა რა, ანუ ორი view. ეს არის session view და ეს არის, უნდა დავკეცავ ამასაც, რო კარგად დაინახო, ეს არის arrangement view, სადაც რაღაცები უკვე გამიკეთებია. არ ვიცი ისრები არის. აი. ხო, session view არის, ეს მოდი ამ ყველაფერს დავკეცავ, რომ ესე უამაზად გავაკეთოთ რა. Fuck. ესე იყოს. ხო, ანუ რაც არის, ხო, ეს არის arrangement view, ეს არის session view. რითიც განსხვავდება არის, რომ უმეტესად, რა ვიცი, სხვა DAW-ების უმრავლესობას ესეთი მუშაობის ფორმატი აქვს, ანუ ესე ჰორიზონტალურად MIDI-ს ესა, მოდი გაჩვენებ მაგალითად, სადმე გვაქვს sample-ი? აი, რაღაც sample-ი გვაქვს. აი ნახე რაც გულისხმობ ჰორიზონტალურში, ანუ წავა ეხა აქედან, ეს ისა და წაიკითხავს, აგერ ეს ინფორმაცია წაიკითხა, მოდებით აი მოკლე იყოს. Всё. და სადანაც წაიკითხა ეს ინფორმაცია ჰორიზონტალურად, სადაც ინფორმაცია რომელ არხზე შეხვდა, წაიკითხა. და session view განსხვავდება. Session view ეგრე არ კითხულობს, session view კითხულობს. პრინციპში ეს ჰორიზონტალურად მიყვება ესე, ხო? მაგრამ ანუ იმის თქმა უნდა რომ ეს არის loop based სისტემა არის, ანუ აქ თუ ეს არ ვიცი playback-ი არის, ხო, რაც MIDI-ს და არ ჩერდება და სადაც კი შეხვდება რაღაცა კითხულობს, აქ ეგრე არ არის, აქ სცენებით ხდება ესე იგი მუსიკის მოსმენა თუ რავი, ანუ სცენა არის, პირველი სცენა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, შეიძლება უსასრულოდ გქონდეს სცენები და ეს სცენა არის მთავარი, ესე ვთქვათ, წამყვანი და ეს სცენა წავა და წაიკითხავს ამ ტრეკებზე, რომელ ტრეკზე რა ინფორმაცია წერია. ეხლა მოდი უბრალოდ გავუშვებ ამ სცენას, პირველ სცენას და მე უკეთ მიხვდება. თქვა პირველ სცენაზე აი ეს რა ინფორმაციები წერია, ახლა მეჭირება და ირთვება. რა ინფორმაციები წერია, ყველა ინფორმაციას წაიკითხავს რა. ხო, ეს წინა ვიდეოში ეს გავაკეთეთ ესეთი მუსიკა და ეხლა რასაც გავაკეთებთ არის რომ არანჟირება რო გავაკეთოთ, ანუ რაღაც დრამატურგიით უნდა დავალთ, რაღაც კონკრეტული დრამატურგია უნდა მოუფიქროთ რა, როგორ ავაწყოთ ტრეკი. ეხლა რასაც გავაკეთებთ, ძალიან ბანალურად ვიზამ ყველაფერს რა, ანუ მარტივად რომ გასაგები იყოს. უბრალოდ Ctrl+D ან Command+D მაგზე ეხლა ავდგები და აი ამ სცენას დავაჭერ და Ctrl+D-ს რო დავაჭერ, მთლიან სცენას გადააკოპირებს ეს შემდეგი ნახე. და იყოს ეგრე რა. და რასაც გავაკეთებ არის რომ აი ხა ესენი არ მჭირდება აქ წავშლი, აი ესე ნელ-ნელა თითო კლიპს დავუმატებ. აი ხა მიხვდები რა ვთქვა, პირველზე იყოს ჩვენი პადი. მე მეორეზე დაემატება baseline-ი, ხო, თქვა ეხა ჩქარჩქარავი ზამ.
მე ვთქვა დაემატოს არა ეს არა მოდი აბა ეს დაემატოს როგორ იქნება კაი ეს ძია დამოტოს აბა ესა კაი სისულელე კაი აი ეს იყოს ეს დაემატოს აი თქვათ მე ამას დაემატება პირობითად ეს 2 ხო ხდება ხან სცენების მიხედვით არის რა ანუ აქ არის მარტო პადს წაიკითხავს მეტი არაფერი არ არის მეორე სცენაზე არის ბასი და ფედი მე არის ფედი ბეისლაინი და მოდ დავარქვათ ამას ბეის ამას pad ამას drums ეს რა არის სემპლი არის რა უცნაურია სემპლი როგორ კაი ეს რაღაცა break-ი რაც ავაწყოთ მაგრამ არ ვიცი რაღაც მე ეს პროექტი როგორ ხსენ ცოტა უცნაურად შეცვლილი არის რაღაცები მაგრამ კაი ხო და მე ბოლოს ყველაფერი მოხდეს რაც ხდება რა და ეხლა ანუ გავიაროთ აი პროსტა წავიდე ფედი ამის ავტოფილტრი ისე უკეთესად არ გვაქვს? აი ავტოფილტრი გვაქვს აქ მშვენიერი. Nice boy. და ცოტას მივმიქსავთ რაღაცებს გავაკეთებთ. ხო და მე თქო დრამი შემოვა. და მე ნუ მოკლედ ყველაფერი შემო. ეხა ეგ როგორ გავაკეთოთ რა? ეს ყველაფერი რო გადავწეროთ არანჟირების ფანჯარაში, სადაც უკვე არანჟირებას გავაკეთებთ, უნდა დააჭირო, ანუ უნდა აირჩიოს სცენა, ეხა ამ შემთხვევაში პირველი სცენა, რომელსაც მინდა რომ დავიწყო რეკორდინგი და რეკორდის ბატონს აჭერ. და რა თანმიმდევრობითაც ჩართავ კლიპებს ან სცენებს და ეხლა მაგას გავაკეთებ და ახლა მაგ თანმიმდევრობით გადაწერს აქ ინფორმაციას რა და კიდე რასაც გავაკეთებ არის რომ ერთერთი დავწუნდა რომ ეგ არის. ხო. არა, ეს ხო? ხო, ეგ მინდოდა. ანუ ეს არის, ისა რა ქვია, info view არის რომ რაღაც ახლა მაგალითად დამავიწყოთ რომელი იყო და ნებისმიერ პარამეტრსთან რომ მიიტან გეუბნება რა დაშვება რა. აი ეს მინდა რომ ჩართული იყოს ეს პარამეტრი და იმიტომ რომ იდეაში ეხლა რაც ცვლილებებსაც შევიტან, აი შუა დაკვრის დროს, მაგალითად ფილტრს რო ვეთამაშები, აი ხა რაღაც ეს გავუშვა, აი პირობითად რა. ამ ესე იგი ფილტრის მოძრაობას, ანუ მე რაც გავაკეთებ, თან გადაიტანს იქეთ რაც ჭირდება, რომ არანჟირება უკეთესი გამოგვივიდეს რა. კაი, მოდი გავუყვეთ ახლა პირველივე არხიდან, პირველივე სცენიდან, მივცემ Rex და გადავწეროთ ყველაფერი. ნახე, პარამეტრს ვატრიალებ და ამას იმახსოვრებს ხა ყველაფერს. ხა მოდი ვთქვათ მეორე სცენა ჩავრთოთ და თან მოდი გაჩვენებ რომ ნახე იწერს, იმ თანმიმდევრობით იწერს როგორც მე მინდა რომ იწერდეს რა. წავედით. და თქვა ბოლოს ისევ ყველაფერი. მოდი ხა თქვათ შემდეგ სცენაზე დავტოვოთ, მარტო დრამი და ბასი, აბა. ნახე ამებს წაუშალე და ეხა შემიძლია იდეაში ეს სცენა იყოს მეშვიდე სცენა ჩართული, მაგრამ მერვე სცენა შემიძლია კლიპი გაუშვა მაგალითად და ნახე გაუშვებ და ძალიან დაბალი ფილტრს ჩავკეტავ და ნელა გაუხსნი, ხე? და ისე თქვა ყველაფერი შემოვიდეს რა.
და აქ თქვათ იყოს ბასი გავიყვანოთ, ეს გავიყვანოთ, ეს გავიყვანოთ და ეს გავპირობითად რა და მერვე სცენაზე იყოს ეგეთი breakdown-ი გავაკეთოთ პატარა. ვაუ, საوار, მეცხრე ჩავართ. ნუ იქ ის გვექნება, სიჩუმე სისტემის გამო, მაგრამ არა უშავს. და ვითახან დავასრულოთ ტრეკი რა, ნელ-ნელ გავიყვან ყველაფერს. რაც კატასტროფაა, მაგრამ არა უშავს. და ეხლა რაც დაუკარით ჩვენ იდეაში აქ session view-ში რაც დაუკარით, ეგ ყველაფერი გადმოვიდა arrangement view-ში და ნახე ერთადერთი მომენტი ისე შეგუშალა არის აი ეს და control shift x არის, ხო, control shift x არის სიცარიელის წაშლა. ეს ჯაფიკა მასწავლა. ხო, მოკლედ, ეგეთი რაც გავაკეთეთ რა, ეხლა გვაქვს რაღაც რამდენი 3 წუთიანი ტრეკი არის, დავანებოთ თავი იმას, რა ქვია, როგორი ტრეკი არის, ეს არის, შევშვათ, просто ტექნოლოგიებს ვსწავლობთ რა და მოდი კიდე მოусმინოთ ერთხელ და დააკვირდე ეხლა რა იქნება რა. ანუ ეს filter frequency რაც მე ვატრიალე, თუ აი მარჯვენით დააჭერდა show automation-ს ეტყვი, ნახავ, აი მე რასაც ვამოძრავებდი, ნახე ავტომატია არის, როგორ ვამოძრავებდი ამ პარამეტრს, აი. პერიოდულად როგორ ხსნიდი, კეტავდი და ასე შემდეგ. ხო, ოკეი. და ნუ ეგეთი ფორმა გვაქვს ახლა რა. რამდენი წუთი? 12 წუთია წერ, კაი. ხო, ჩემის 30 წუთზე შეზღუდული არის ვიდეო კამერა. და ეხლა მოდი მიქსინგი დავიწყოთ რა. აი ეს ვიდეო გადმოვწერეთ. იდეაში უფრო სწორი იქნება, რომ პირველი დღე დაუთმო მთლიანად პროექტის ორგანიზებას. აი თქვა pad-ი, bass-ი, drums, რო ვაწერე აქ რა არის ეს ყველაფერს დავდავისახელო დააწერო. ეს break არის თქვა. ეს რა არის აბა? ой. ეს glitch sound, ეს რა არის? ეს რაღაც fix glitch არის. ეს ნაირ წინა იმაში გავაკეთეთ აშკარად, ხო? წინა ვიდეოში. ეს არის პერკუსიული და ეს კიკი არის, ხო? ანუ ეხლა ძალიან მარტივი პროექტი არის. მე ამის შემდეგი ვიდეო იქნება ის სავარაუდოდ breakdown ჩემი ტრეკის და იქ ნახა რომ ნუ ძირითადად არ არის ხოლმე ეს ცოტა ტრეკი, ანუ რაღაც 40-50 არხი მაინც არის ხოლმე ჩემ პროექტში, მაგრამ ნუ ეხლა კაი არის 8 ტრეკი გვაქვს და მარტივი პროექტია, ძალიან სამუშაოდ რა. იგივე რაღაცით დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ, ხო, დავმიქსოთ რაღაცები, მიმიქსოთ, მომიქსოთ, მიყვეთ გამოვიყენებ Ableton-ის stocks მხოლოდ მეც რასაც ვიზამ იქნება, რომ იმ ინსტრუმენტებს, რომლებსაც არ სჭირდებათ რაღაც კონკრეტული სიხშირეები, ამოუჭრე, მაგალითად pads არ სჭირდება დაბალი სიხშირეები, graph-ეს არის equalizer-ი, ხება ჩავაგდე EQ80 რა, ანუ გაძლევს საშუალებას, რომ სიხშირული სპექტრი რაღაცნაირად აკონტროლო იმას ხდება. მიჭრა-მოჭრა როგორც გინდა სიხშირეებზე იმუშაო რა, გამოძერწო საუნდი. აი პროსტა მაგალითისთვის დაბალ სიხშირეებს ჩამოვაჭრე, ნახე. და ეგეთი გახდება. ამ პირიქით ხა ნახე მარტო მაღლებს ჩამოვაჭრე. ხო და ეხლა რასაც ვიზამ, ამას აქვს ძალიან კაი ფუნქცია. აი ამ headphone-ის იმას თუ გავაქტიურებ, რომ მოკიდებ იმას რა ქვია, აი ამ bands, ანუ რა სიხშირეებსაც აჭრი, იმას გაიგებ რა, ნახე. ახ ფაქტიურად. ხო, აი ნახე. ეხლა მასმინებს რა სიხშირეს ვაჭრე და არ მჭირდება აი ეს რაღაც ამის გუგუნი თუ ყურსეს მეში უსმენს ესეც გაიგებ რა. იმიტომ რომ ბას მინდა რომ გუგუნი კონდეს და ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. არის ეხლა ბევრი ეს სხვა equalizer-ები რომელიც კონფლიქტურ სიხშირეებს Pro-Q მაგალითად Fab Filter-ის გაჩვენებს კონფლიქტებისა და აკრომო სიხშირეებში აქვს ამ ინსტრუმენტებს კონფლიქტები და ძალიან კომფორტულია, მაგრამ ხა ამით გავაკეთოთ ესე ცოტა მე უხეშად ყვიშვები ხოლმე ისე, მაგრამ შეიძლება აი თითქოს არც ისმის რა ჩამოვაჭერი, მაგრამ მაინც ტოვებს სივრცეს რა. ბასზე მაგალითად რა გავაკეთოთ?
რაღაცა მიდის აქ. roll არის რაღაც სატურაცია distortion-ით არის. მოდი აბა ამას თავი დავანებოთ და პროს სატურაცია დავადოთ Z. აი ეგეთი. და ცოტა როგორი აბა soft clip. ძალიან კაი არის. აბა სხვა ის ცოტა თქოს. Bass shaper. ხო, არა ცუდისე. აი სატურაციით. ხო, მიქსიც უფრო მეტად ცხადი გახდა ბასი რა, რაც მომწონს მაგალითად. ხო, ამას მაგალითად ჩამოვაჭერით დაბლები და კომპრესორი, იმიტომ რომ გვიყვარს კომპრესორი. პრინციპში ამას ფეც კომპრესორი უნდა ჭირდეს, მაგრამ ხო, არა, საკმაოდ თანაბარი საუნდია ისიც, მაგრამ აი ბას დაჭირდება. ბატონი კომპრესორი. ხო, შეგვიძლია ესე, ანუ კომპრესორი არის ეფექტი, რომელთაც მუშაობ დინამიურ დიაპაზონზე, ანუ დინამიურ დიაპაზონი არის ყველაზე ხმადაბალსა და ყველაზე ხმამაღალ ნოტ შორის ისე და თქვა ეს თუ არის პიკი, სად იქნება? აქ იქნება რაღაც ხმადაბალი ნოტი და რაც უფრო თანაბარი არის საუნდი, უკეთესი არის რა. ეს არის ჩემი აზრი. ახლა ბევრი იყო სატურაცია. და ცოტა EQ-ი ვეთამაშოთ. და თანმიმდევრობა ძალიან მნიშვნელობა აქვს, თქო, ჯერ კომპრესორს დადებ, მერე სატურაციას თუ მერე ეკვალაიზერს, მაგრამ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა. აი ნახე ხა აქ უზარმაზარი ამოვარდნა რა, აი ეს. თქვა, ოდნავ შევჭრი, ოდნავ. და სადღაც 60 Hz-ს ოდნავ მოდი ეს გავაკეთოთ. ესე ჩავჭრათ, სადღაცა 60 Hz-ზე ოდნავ უფრო ფართო Q-ით. ნახე რაც უფრო წვრილი იქნება Q, უფრო მეტ სიხშირეებს ჩამოაჭრის რა. უფრო ფართო იქნება Q. ხო, ეს. და თქვა თავად დაბლები, კიდე მაღლები, სადაც აბა. ხო, აი ესეც ვარიანტი რო იყოს, ხო, EQ კომპრესორიც შეგვიძლია ცოტა მეტი დავადოთ და სატურაცია ბოლოში ედოს. კაი, დრამს მიყოთ. ეს რა უცნაური არის? აქ რაღაც სემპლი გვაქვს და აშკარად მახსოვს, რომ რაღაც გავაკეთეთ სიმპლში ავაწყოთ. კაი. აჰა, უკვე გვიდევს რაღაცები. ხო, აი ეხა მიქსინგის დროს და ეგეთ დატვირთულ დრამებზე ხშირად აი ამ იმას ვიყენებ რა, warping-ის ერთ-ერთი იმაში რა ქვია, ერთ-ერთი პარამეტრი არის, აი ამ რეჟიმს ვიღებ და ტრანზიტებს აი უკლებ რა, ნახე, აი რო გავუხსნა, ნახე იდეაში რა მხოლოდ სახმაური. აი იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ძალიან ისეთი ინტენსიური რითმული რაღაცა ხდება ისეც რა. ახლა ამასაც თქვა და ის საერთოდ არ მინდა რომ ამდენი დაბალი სიხშირე გქონდეს, იმიტომ რომ მე ძალიან შეუშლიან ერთმანეთს ხელს. იმიტომ რომ უფრო პერკუსიული არის და მიჩვენია რომ და აი რევერბი მესმის რომ მაგალითად აი დაბლებში არ მინდა მის რევერბი რა. აი ესე ჯობია რა. ხო ხტები ვიდრე აი არ ვიცი ხა ეს თუ გესმის ჭუჭყი, მაგრამ აი მოდი მოვუსმინოთ რა ჩამოვაჭერი. აი საერთოდ დამჭირდება ამის რომელიც რა. და მე ანუ რა ხდება ესე ამით რომ რეალურად შეიძლება ამის რომელიც ახლა არც დაეთყოს. ეხა ეთყობა ძალიან რო ვაჭრი რაღაც თავით ქიქსე ეთყობა რომ ჩამოვაჭერი, მაგრამ მე ძალიან ეთყობა იმას რომ აი ესე თქვათ დინამიკი ენერგიას ხარჯავს, რომ ეს სიხშირეები გამოსცეს და ამით აკლებს kicks ენერგიას, აკლებს რავი, bass ენერგიას და ანუ ამიტომ კაი არის. იგივე აი ამ glitch აი ამაზე ეს საერთოდ დამჭირდება ამდენი დაბალი სიხშირე. და კომპრესიას დავადებ.
მაგრამ არ ვიცი ამ კომპრესორს ამდენად სწორად ვიყენებ, მაგრამ თუ რამე შეიძლება შეგვიძლია დამიწერო მოგისმენს სიამოვნებით. აქაც EQ ვითი უფრო უხეში EQ ალბათ. ხო, ეს უკვე sound design-ის ნაწილი არის face flanger-ის მუშაობა mixing-თან დიდად არაფშოში არ არის. ხო, და ამასაც კომპრესორი და უფრო თანაბარი საუნდი იქნება რა კომპრესორით. მაგალითად delay-ი უნდა დავადოთ. ხო. ხავთ ეს არ მომწონს ეს. კაი, და პერკუსია გვაქვს, რომელიც ასევე აუცილებლად უეჭველი EQ ჭირდება. და თქვა სადაც მიუცემ, აი ცოტა მაღლებს მიუცემ, რომ აი არ ვიცი თუ გესმის ცოტა მეტი მაღალი მივეს და ეხა კიკი არის, რომელიც აი ეს და ეს ერთმანეთთან იქნებიან კონფლიქტში. ხა ამასაც აქ კიკი და ამ დრამსაც აქ. პრინციპში არც ისე კონფლიქტში არ არის, შეიძლება არიან, არ ვიცი. და ესე ჯობია გაცილებით რა, ანუ როცა მიქსავ, რაღაცა ისე მე ესე ვიწყებ ყოველთვის, რომ დაჟამა sound design-ის დროს ეგრევე ვაკეთებ, თუ ვიცი რომ ამ ჭირდება რაღაც ხშირები, უბრალოდ ვაჭრი რა. ხო, ესე. რამდენი არის 22 წუთი, ხო? კიდე 10 წუთი გვაქვს. ხო და და ეხა უყურე კიდე ერთი რაღაცა ყველაზე ხმაურიან მომენტს ავიღებ, მაგალითად აი ამ ნაწილს რა. და უყურე 3 დეციბელით 10 და მასტერზე 0-ს ავწვით, ხო? ხო, 4 დეციბელით. ეხა რა შვები რა? აქ რატომ აქვს ვოლიუმზე ავტომაცია რა უცნაური არის? არაფერი არ უნდა მქონდეს ეს ავტომაციები ვოლიუმზე. რაღაც ისულებიც გამოაქვს. ხო. თუ ავტომაცია არის რა არის? არის ავტომაცია პარამეტრის ავტომატიზირებული მოძრაობა. ანუ შეგვიძლია ვოლიუმს აუწიო და უწიო ისე რომ შენ ხელით არ ამოძრავებ პარამეტრი, ეგ არის ავტომაცია. ხო, და ხა რასაც ვიზამ რომ ანუ ეს ერთმანეთს ძალიან ჭკვიანი ადამიანი მითხრა რომ თქვა თუ ნოს ცდება მე მეგონა რომ ჭკვიანი ვიყავი რომ მასტერინგს რო აკეთებდი 1-2 დეციბელით ვაცილებ და მეთქი Radiohead და მესივეთე კეის შვება და თურმე ნუ ციფრულ სამყაროში ნოს აცილება ნიშნავს რაღაც ხარვეს ანუ ანალოგ სამყაროში როცა ანალოგ მიქსერზე მიქსავ შეიძლება ესეც ინფორმაციის დონეზე ვიცი მე არ გამომიცდია მაგრამ ნუ ვიცავ მაგდას რომ ნულს თუ აცდი ჩათვალე რომ საუნდი დააზიანე რა ანუ არ უნდა დააზიანო საუნდი ამიტომ რასაც ვიზამ ეხლა თქვა დავაცილე 3 დეციბელით და რა უნდა ვქნა კატასტროფა არაფერი ყველა არხს ერთად მოვნიშნავ და ყველა არხი რო ერთად მონიშნული მაქვს მე ნებისმიერ ფეიდერს მოვკიდებ ნახე ერთიანად ჩამოდის ყველა და ადის და რა ვიცი რამდენიც დავწიოთ ისე დავწიოთ რომ სადღაც აი -6 -5 პიკი არის -5 იდეალური არის იმიტომ რომ სადაც და -12-ზე სადღაც -18-ზე გვაქვს ის ხო ნუ პიკი არის -5 ხო, აი კომპრესორის ამბავი ანუ რაღაცა ინსტრუმენტს აქვს ან უცებ ძალიან დიდი პიკი და შეიძლება ისე ეგეთ რაღაც გაკეთება, იცი რომ ყველა იმიტომ რომ ეს ყველა დრამი არის, დავგრუპავ ამათ drum groups დავარქნევ და glue compressors დავადებ. glue compressor-იც პრინციპში მე როგორც მეხდი კომპრესორი არის, ოღონდ თავისი რაღაც ფერს აძლევს და რატომაც ნუ იმებზე იყენებენ ხოლმე რა ქვია. ჯგუფებზე რა. ხო და ეხა კომპრესორის ორი სიტყვით კომპრესორზე მოდი თქვათ, რადგან ეხა იქ ამ კომპრესორზე ძალიან მარტივი არის ხო, სად იყო? ვიზუალურად ხედავ რა, აი თქვათ ამ იმას ხედავ რომ გრაფიკი და ჩანს ხო, რომ აი 10 და შენ ზღვარს, მაგრამ აქ არ არის. ამიტომ ფაქტიურად გიწევს ყურით გააკეთო. აი thresholds უწევ და როგორც კი დაიწყებ, მარტოს ქონა შეგვიძლია ახლა tel groups და ისედან drum groups გავუშვებ. ახლა დავუწევ, ისე რომ ჩემი მიზანი სადაც 5 დეციბელი აი ესე რა. 5 დეციბელთან რო ითამაშოს და make-up-ით მივცემ 5 დეციბელს სამაგიეროდ. და ratio იყოს 4 თუ 10 იყოს, არ ვიცი. ნახე ხა, ყურით მე მესმის განსხვავება, ნახე. ხა, უბრალოდ ისე tight გახდა ყველაფერი. კარგი, ეგ არის ხო? დიდად არაფერი საინტერესო. მაგრამ მაინც.
ხო, ოკეი. ანუ -4. ნუ არა უშავს, -4, -4 იყოს, -4 არის, ძალიან -4-ზე ვარ სადღაც აცილებული რა. კიდე -4 არის ჩვენი პიკი. და მასტერინგს რაც ეხება, ეს ხა ვითომ მიმიქსეს, პატარ-პატარა ტიპები არის მაინც რა, ანუ რომ უკეთესად როგორ ჟღერდეს, ბევრი დეტალი არის ძალიან. ხა უმეტესწილად Stock Ableton-ის იმებით არასდროს არ მიქსავ ხოლმე, მაგრამ მაინც რადგან YouTube-ისთვის ვაკეთებ ხა ვიდეოს ეგრე იყოს. ხო და მასტერინგისთვის სხვათა შორის მე ვნახე ეგეთი რაღაცა რა, დაიცა ერთი წუთი Audio Effect Tracks. აი, ეგეთი არტისტი არის Barcode, არ ვიცი თუ იცი, ეს ძალიან რთულია რომ იყოს, ხაზები უწერია მარტო სახელად რა, Leipzig-ში ცხოვრობს, ძალიან მაგარი მუსიკოსი არის რა. და Discord-ზე რა ჩატი ქონდა და იქ ჩააგდო თავის პროექტი Ableton-ის და ანუ მარტო Ableton-ის Stock-ით მიქსავდა, მეტი არაფერი გამოყენებ, პლაგინი არ ქონდა საერთოდ და მასტერინგში ქონდა აი ეს რომელიღაც დადებული რა. მე მგონი გეტყვი ხა რომელი. აი ამ mixing mastering-ს რო ერჩევ აქ, აუ რაღაცა Aggress Dance რაღაცა ეწერა და ეგედო პროსტა მასტერინგზე. რაც მაგრამ კაი მოდი დავადოთ. აი Dance Aggressive, ეს ედო ზუსტად. ეს პლაგინია და ეს არაფერი არ არის, ეს არის ეს სტრიმი რო ჩავწერო მაგისთვის არის და აი ნახთავ რა სისტემის ეს მასტერინგის პროცესს დავაგდებ Z-ს, ხო, ფაქტობრივად მე არაფერი არ გამეკეთებია. და ფაქტობრივად მაკონტროლე ნახავ ნუ განსხვავება ძალიან დიდი არის. ადევე ჩავთოთ. ხო, აქ დაჟე პარამეტრები როგორი გინდა რო იყოს. და მე შეგიძლია შეინდაც აკონტროლო რა. თუ წესებს დაიცავ, რომ თქვათ -5, -6 დეციბელს მასტერი არა აცილო, ყველაზე ხმამაღალ მომენტში რაც გაქვს, მე ალბათ შეგიძლია რომ ისეთი რაღაცები გააკეთო, ანუ ისეთი ეფექტები დაადო თქვათ ესეთი თუნდაც Stock პლაგინი. არ მოდი მაინც გაჩვენებ მე რას ვიყენებ მასტერინგის დროს. ესე იგი 1 არის, იმიტომ რომ 28-29 წუთი დამჭა. თუ მოვასწრებ, Maserati ამას ვიყენებ მასტერინგის დროს. აი ძალიან მარტივი არის და მაგიტომ მომწონს და Master Plan ეგრე ქვია. სად არის? აი ეს Master Plan ესეც ეგეთი მასტერინგის პლაგინი არის და მაგრამ სიმართლე რო გითხრა, ამ Ableton-ის Stocks მაინც RGB არაფერი ძალიან კაი არის. ესა ასევე მასტერინგის პლაგინი რა, მაინც გეტყვი. ხო, მადლობა 30 წამი დამჭა და ჩემი ვიდეო გაითიშა. ჩემი სპონსორი. ჩემი გაკეთებული ყავა. გამოიწერე, ჩემი არხი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. რავი, დაწერე კომენტარები. ვიცი რომ რაღაცებს მიწერთ და ვიღაც ტიპები მიყავს გასარჩევი, რამოდენიმე მუსიკოსი მომწერეთ რომ ეს გაარჩიე და რავი, ვცდი აუცილებლად. მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე. Adiós.